საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებული კანონები ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ აქტუალობას არ კარგავს. უცხოეთიდან მიღებული ფინანსების გამჭვირვალობის მოტივით უკვე დამტკიცებული თუ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების გარშემო დისკუსია ამჯერად დიდი ბრიტანეთის გეგმამ გააქტიურა. გაერთიანებული სამეფო არჩევნებში ჩასარევად უცხოელი აქტორების ფინანსების გამოყენებას ზღუდავს და უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. მეტი გამჭვირვალობა და უსაფრთხოება პოლიტიკური შემოწირულობების გარშემო მზარდი საერთაშორისო საფრთხეების ფონზე. ასეა დასაბუთებული პარლამენტში უკვე შესული ინიციატივა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარი პოზიციის გასამყარებლად კიდევ ერთ არგუმენტად იყენებს. თუმცა ოპონენტები ქართულ კანონებსა და დიდ ბრიტანეთში ინიცირებულ კანონპროექტ შორის გასხოვებებზე მიუთითებენ. არ წყდება საერთაშორისო კრიტიკაც. ქართული ოცნების მიერ უკვე მიღებულ კანონებს, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, საქართველოს ხელისუფლების მიმართ მწვავე განცხადებებით ცნობილი ლორა თორნტონი აკრიტიკებს. მაკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლის ბოლო გამოსვლას განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა. საკანონმდებლო შეზღუდვების ფონზე თორნტონმა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების ახალ სქემებზე ისაუბრა და იქვე თქვა, რომ მითითებული სქემები სარისკოცაა. როგორ შემოვიდეს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ქვეყანაში უცხოური ფინანსები ისე, რომ მოქმედ კანონმდებლობას არ დაექვემდებაროს. ევროკავშირის შემდეგ ეს საკითხი ზოგიერთი ამერიკელი დონორისთვისაც საფიქრალი გახდა. ამჯერად დაფინანსების გზებს მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი ეძებს. მან ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე ქვეყანა დახურულ საზოგადოებებს შორის მოიხსენია და თქვა, რომ ახალი კანონმდებლობით ბევრი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციისთვის ფულის მიღება გართულდა. თუმცა არც ის დამალა, რომ ქართული ორგანიზაციების დასაფინანსებლად კრეატიული გზები უკვე ნაპოვნია. კრიტიკის გარეშე არ დაუტოვებია გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებიც, რომლის ინიცირების მიზეზად მმართველმა გუნდმა გამჭვირვალობის კანონით დატოვებული ეგრეთ წოდებული ხრელის შევსება დაასახელა. მაგალითად, პოლიტიკური მიზნით გადმორიცხული გრანტის შემთხვევაში ორგანიზაციებს მთავრობის ნებართვა დასჭირდებათ. მაინც როგორ აპირებენ ამ გამკაცრებული გზების ავლით თანხების გადმოგზავნას უცხოელი დონორები, ლორა თორნტონს არ დაუსახელებია, თუმცა როგორც მისი გამოსვლიდან ირკვევა, ისინი ამ საქმის ოსტატები არიან. მე მინდა აბსოლუტურად შევწყვიტოთ მხარდაჭერა ქართული მთავრობისთვის, მაგრამ სამჯერ გავზარდოთ ქართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ვიცი ეს ძალიან რთულია, როგორც აღწერა ყველა ახალი კანონის გამო, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგები ვართ ამაში. შეერთებული შტატები და ორგანიზაციები, როგორებიც არის ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის, გერმანული მარშალის ფონდი, სოროსი და სხვები, აქტიურად უჭერენ მხარს მცირე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ძალიან დახურულ ქვეყნებში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ არ მინდა გავამჟღავნოს საშუალებები და ტაქტიკა. მომხსენებელ თორნტონის გამოსვლა მისი შინაარსით და ტერმინოლოგიით ქართული ანტისამთავრობო აქციების შინაარსს ეხმიანება. მისთვის რუსული კანონია ის, რაც ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ ამერიკული ეგრეთ წოდებული ფარას ანალოგის სახით დაამტკიცა და ის, რაც სხვა ქვეყნებში ან უკვე ძალაშია, ან მიღების პროცესშია. მაგალითად, დღეს უკვე დიდი ბრიტანეთიც კი უცხოური ზეგავლენის თავიდან არიდებაზე ალაპარაკდა. მისმა მთავრობამ უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრება დაანონსა იმ მოტივით, რომ უცხოელმა აქტორებმა დიდი ბრიტანეთის არჩევნებში ჩარევა ვეღარ შეძლონ. არ დაუშვებთ, რომ მტრულად განწყობილმა უცხო სახელმწიფოებმა გამოიყენონ ბინძური ფული ჩვენი არჩევნების საყიდლად. ჩვენ ვიცავთ ბრიტანულ დემოკრატიას ბრიტანელი ხალხისთვის. რომელ ქვეყანას გულისხმობდა ბრიტანელი მაღალჩინოსანი მტრულ სახელმწიფოებში, მას არ დაუსახელებია. ერთი კი ცხადია, მსგავსი კანონმდებლობის გამო დიდ ბრიტანეთს საქართველოს მთავრობა მანამდე არაერთხელ გაუკრიტიკებია, რის გამოც ახლა უკვე მათ ქმედებებს ქართული ოცნება ფარისევლობად აფასებს. თუ რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის ელჩმა გამოთქვა გაკვირვება და შეშფოთება იმის გამო, რომ არ მიეცა შესაძლებლობა მას ბრიტანეთის საელჩოს დაეფინანსებინა რადიკალური ოპოზიციის პარტიული კედლის გაზეთი ტაბულა. და დღეს ახლა ვიგებთ ბრიტანეთისგან, რომ იგივე ქმედება ახლა ჩვენ რომ განვახორციელოთ ბრიტანეთში. ჩვენ სასტიკად უნდა დაგვსაჯონ და ამის შესაძლებლობა არ მოგცენ. ეს ხომ ერთადერთ რამე საჩვენებს. ჩვენ გვიყურებენ როგორც მეორე ხარისხოვან ადამიანებს და ხალხს და ქვეყანას. ქართველებს თურმე არ გვაქვს უფლება აღმოჩნდა, რომ ბრიტანელ ხალხს მივეხმაროთ დემოკრატიის განვითარებაში. რატომ არ გვაქვს უფლება? რა იყო, არ შეიძლება ჩვენგან რამე ისწავლონ? რატომ ალაპარაკდა გარეჩარებებზე დიდი ბრიტანეთი ახლა ან რომელი ქვეყნებისგან ცდილობს იზოლაციას? ეს ამ ეტაპზე გაურკვეველია. ახალი მსოფლიო გადალაგებები კი ცხადყოფს, რომ
დაპირისპირებული ქვეყნების სია წარსულისგან განსხვავებით აწმყოში იცვლება. გაზრდილია იმ ქვეყნების რიცხვიც, რომლებმაც სუვერენიტეტის დაცვაზე საუბარი ხმამაღლა დაიწყეს. მართალია მსგავსი მოწოდებები საქართველოს მთავრობის გამოსვლებში დიდი ხნის წინ გაისმა, თუმცა ფართო ტრიბუნიდან გამომდინარე დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გახდა პირველი, რომელმაც ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც მსოფლიო ტენდენციებიდან გადაუხვია და საუბარი განსხვავებული პოლიტიკური ენით დაიწყო. მათ შორის მსოფლიომ პირველად მოისმინა ბრალდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოელი დონორების დახმარებით ქვეყნებში რევოლუციებს ახდენდნენ, ძირითადად კონსერვატიული მთავრობების გასაშვებად. სწორედ ამ ბრალდებით შეუჩერდა საქმიანობა ტრამპის გაპრეზიდენტებიდან მალევე მსხვილ დონორ ორგანიზაცია USAID-ს. ტრამპს ამ მხრივ თანამოაზრეები ევროკავშირშიც ჰყავს, თუმცა ძირითადი ნაწილი მის შეხედულებებს ეწინააღმდეგება. რაც შეეხება ლორა თორნტონს, ის სწორედ იმ ამერიკულ დონორ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია მწვავედ უპირისპირდება. თავად თორნტონი კი ამ პოლიტიკის გამო ტრამპს ერთი წლის წინ თორნტონმა ის ადამიანებიც გააკრიტიკა, რომლებიც დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას ზეიმობდნენ. თავად ტრამპს კი სექსუალური მოძალადე და დამნაშავე უწოდა. ტრამპზე ოპოზიციაში დღეს არაფერს ამბობენ, თუმცა თორნტონის მსგავსად არასამთავრობო სექტორს ჩაგრულად მიიჩნევენ, ხოლო იმ ფაქტში, რომ დიდი ბრიტანეთი უცხოური ფულის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს, ოპოზიცია პრობლემას ვერ ხედავს. დიდი ბრიტანეთი იცავს საკუთარ სუვერენიტეტს და დემოკრატიას და ვინც დემოკრატიის წინააღმდეგ ფინანსურ კონტრიბუციას დებს, მას უზღუდავს ოპერირების საშუალებას. აი საქართველოში დემოკრატიას ებრძვის ქართული ოცნება, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები დღეს არიან გმირები, რომ კიდევ აგრძელებენ საქმიანობა საქართველოში. ქართული ოცნება ცდილობს, რომ პატრიოტ ქართველებს მოსთხოვოს აგენტად რეგისტრირება. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი რამ და ამიტომაც არის, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანებიც არ დარეგისტრირდება და არც დარეგისტრირდება. საქართველოში ეს კანონები ემსახურება რუსული ინტერესის გატარებას და ბრიტანეთში ეს კანონები ემსახურება ევროპული ინტერესის გატარებას. მართველი გუნდი ამბობს, რომ კანონმდებლობა მხოლოდ გარედან შემოსული თანხების გამჭვირვალობას ისახავს მიზნად, მსგავსი კანონების მიღების მანდატი კი მათ ქართველმა ხალხმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერით მიანიჭა. რაც შეეხება ჰელსინკის კომისიას, რომლის ფორმატში ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიმართ დემოკრატიის ხელყოფის ბრალდებით, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით არაერთი მოსმენა გაიმართა, ქართული ოცნება საპასუხოდ ამბობს, რომ კომისია მისი დღევანდელი დღის წესრიგით მსოფლიო ტენდენციებს აცდენილია. უცნაურად გამოიყურება ისიც თუ როგორ განიხილეს საქართველოს საკითხი ბოლო პერიოდში. რას დაუკავშირებს ქვეყანა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ურთიერთობებს დაარქვეს ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას, როდესაც ტრამპი აპირებს თვითონ უახლოეს პერიოდში პეკინში ჩასვლას. მთელი ევროკავშირი პეკინისაკენ მიისწრაფვის და გარკვეული პროცესები მიმდინარეობს სოფლიოში. ანუ ჰელსინკის კომისია არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში, ზოგადად აცდა იმ პროცესებს თავის შინაარსით, თავის პათოსით, რომელიც სოფლიოში მიმდინარეობს. ისეთი ხდომა იყო, რომელსაც ჯო ვილსონიც კი არ დაესწრო. არათუ სხვა კონგრესმენები, არავინ არც ერთ კონგრესმენი არ დაესწრო და ჯო ვილსონიც რო არ დაესწრება, მე მგონი გასაგებია, საერთოდ რასთან ქონდა საქმე. რაც შეეხება ქალბატონ თორნტონს, რომ წამლად ერთი ამერიკელიც იქ იყო შეხვედრაზე, ქალბატონ თორნტონს მან პირდაპირ მეორე ადამიანია მარტაკოსის შემდეგ, რომელსაც პირდაპირ აღიარა, რომ არსებობს არალეგალური შავი სქემები საქართველოში ფულის შემოტანის, არ იქნება დამორჩილება იმ წესებზე, რომელიც არის, იქნება ცვლილებები, რომელიც ყველა იმ შავ ხრელს თუ გასაძრომს ამოქოლავს. ლორა თორნტონამდე იყო ევროკომისარ მარტაკოსის განცხადება იმის შესახებ, რომ მესამე სექტორის დაფინანსებისთვის ახალ გზებს ეძებენ. ჯამში ევროკავშირს დაანონსებული აქვს 8 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტის გამოყოფა. სავარაუდოდ სიაში ქართული სამოქალაქო სექტორიდან ის მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები მოხვდებიან, რომლებიც ამ დრომდე უარს ამბობენ გამჭვირვალობის შესახებ ბაზაში რეგისტრაციაზე და მათი ნაწილი სხვა სახელმწიფოებში, მათ შორის ესტონეთში არიან რეგისტრირებულები.